ბათუმში მუსიკალური ფესტივალი ბათუმური ზაფხული იწყება. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე ამ წუთებში რეპეტიცია მიმდინარეობს. მაყურებელი დღეს რიშარ კოჩიანტის მიუზიკს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ნახავს, რომლის დამდგმელი რეჟისორი ტიგრან გასპარიანია. ბათუმური ზაფხულის პირველი დღე 8 საათზე დაიწყება და 22 აგვისტომდე გაგრძელდება. საფესტივალო დასკვნითი დღე თემურ ყვითელაშვილის სოლო კონცერტით დასრულდება. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში იხსნება ფესტივალი, საზაფხულო ფესტივალი, რომელსაც ხსნის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის სპექტაკლი რიშარ კოჩიანტის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. მე მაქვს ესე რომ ვთქვათ ბოშათა ბარონის როლი, ანუ ძალიან საინტერესო როლიცაა და მთლიანად ფესტივალია საინტერესო. ყველას ვეთყვი იმას, რომ ძალიან საინტერესო საღამოებიელით ბათუმის მუსიკალურ ცენტრში.